NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი JWST სრულიად ახალი ტიპის პლანეტის დასაფიქსირებლად გამოიყენეს. საუბარია წყლიან შორეულ ორთქლის სამყაროზე, რომელიც თითქმის მთლიანად ცხელი წყლის ორთქლისგან შედგება. როგორც The Astrophysica Journal ეთერში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, პლანეტა სახელწოდებით GJ987 დედამიწაზე ორჯერ დიდია და დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამ ტიპის ცხელი ორთქლის პლანეტა მეცნიერებს აქამდეც წარმოედგინათ, მაგრამ ასეთი ციური სხეული დაფიქსირებული არ იყო. ასეთი პლანეტის მაგალითი ჩვენს მზის სისტემაში არ გვაქვს, ის ზომით დედამიწასა და ნეპტუნს შორისაა. ეს ეგზოპლანეტების ატმოსფეროში სიცოცხლის კვალის აღმოჩენასთან გვაკავშირებს, თქვა კვლევის თანაავტორმა რაიან მაკდონალდმა. რაც GJ987-ს ასე მნიშვნელოვანს ხდის, არ არის მხოლოდ მისი უცნაური, ორთქლის მსგავსი ატმოსფერო. მნიშვნელოვანია მოლეკულების წონა, რომლისგანაც მისი ატმოსფერო შედგება. კვლევრების მიერ აღმოჩენილი ასეთი ზომის თითქმის ყველა ეგზოპლანეტა შეიცავს უფრო მსუბუქ მოლეკულებს, როგორიცაა წყალბადი და ჰელიუმი. GJ987-ზე დაკვირვებით მკვლევრებმა დაასხვნეს, რომ პლანეტის ატმოსფეროს მოლეკულები ისეთივე მძიმეა, როგორც ეს დედამიწისა. იმის მიუხედავად, რომ ამ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლე ვერ იარსებებს, როგორც ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, ის შეიძლება დაგვეხმაროს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენაში. GJ987 არის პირველი პლანეტა, სადაც მძიმე მოლეკულებით მდიდარი ატმოსფერო აღმოვაჩინეთ. ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ მზის სისტემის კლდოვან პლანეტებზეა. ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა და მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა კაროლინ პიაუალე-გორაიბმა. კვლევრების თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი უცნაური ეგზოპლანეტა პირდაპირ დააფიქსირეს. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.